ცხადზე ცხადია, რომ გიორგი უზილაურს არ ვიცავთ. ბიზინა ივანიშვილის ოდინდელ მონასა და მორჩილს. რა ლამაზი ხარ ბიჭო, ესე რომ მიმართა იმ საჩხერელ ჭორვილმა აბასთუმნელმა ბიზინამ ამ ახალგაზრდა, თუმცა რაღა ახალგაზრდა, ჩემზე ოდნავ უმცროსია, კაც თავის დროზე. მაგრამ რაც სუსმა გამოაქვეყნა, სასაცილოც არის, დასაცილიც არის, აბსურდიც არის, სიგიჟეც არის, არასწორობაც არის, თუნდაც ამ არ მოსაწონი დასაწუნი გიორგი უზილაურის მიმართ თუ შესახებ. გავიხსენოთ რა გამოაქვეყნა. სუსმა გამოაქვეყნა მისეული გაგებით, მამუკა მდინარაძისეული გაგებით, ყველაზე უფრო საფუძვლიანი მადასტურებელი იმისა, რომ გიორგი უზილაური მუშაობდა დასავლეთის რომელიღაც ქვეყანაზე. ამასთან ამაზე უფრო სერიოზული მტკიცებულება ბჭყალებში თუ მტკიცებულება ბჭყალების გარეშე რომ ჰქონოდა სუს, ბუნებრივია რომ საზოგადოებას გააცნობდა უფრო სერიოზულ მტკიცებულებას. ანუ ეს არის საუკეთესო მტკიცებულება მისეული გაგებით, სუსის გაგებით, მადასტურებელი იმისა, რომ უზილაური აგე თურმე მუშაობდა უცხო ქვეყნის დასავლეთის სპეცსამსახურებზე. ეხლა რა არის ამ ვიდეო მასალაში? პირველი, ლაპარაკობენ რაღაცა Word-ის ფაილს დაადე პასვორდი. ვინმე მომიხსენით. საერთოდ ჩვენს ციფრულ ეპოქაში თუ ვინმეზე მუშაობს საერთოდ, თუ ვინმე და მუშაობენ ცხადია. როგორ გონიათ, Word-ის ფაილს აგზავნიან? ეს საუბარი შედგა ამ ტიპსა, ეს მოხიხმით ხმა შეცვლილი რო არის. ვიღაც ტიპი არ ვიცით, ხო ვინ არის? ეგრა მაგის პასუხია დაკავებულია. კარგით. ეს საუბარი შედგა საქართველოში, თბილისში. თბილისში თუ შედგა ეს საუბარი, გიორგი უზილაურს შეძლო თუ აგენტი იყო მაინც და მაინც გადაეგზავნა კი არა. ხელზე მიეტანა ხოლმე ამგვარი დოკუმენტები თუ ფულის ასაღებად მიდის, რომელიღაც ეტაპზე როგორღაც მივიდოდა დოკუმენტის, თუნდაც Word-ში ჩამოწერილი დოკუმენტის და შექმნილი დოკუმენტის გადასაცემად, ფიზიკური ქაღალდის გადასაცემად. გიორგი უზილაური ამას არ აკეთებს, თუმცა Word-ის ფაილს ისიც დაუშიფრავს. ანუ კოდ დაუდებელს უგზავნის ვიღაც ტიპს, რომელსაც მოხი ხმა აქვს და არაფერი ადასტურებს იმას, რომ ის არის ან გერმანიის, ან საფრანგეთის, ან ბრიტანეთის, ან ნიდერლანდების, ან საბერძნეთის, ან არ ვიცი შვედეთის, ან ლიეტვის, ან რავის ამნიშნულობა აქვს. ლატვიის, ბელგიის, შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების თუ, არ ვიცი ავსტრალიის თუ ახალი ზელანდიის აგენტი. დღეს მსოფლიოში ინგლისურად მით უფრო იმგვარი დამტრეული რუსული ინგლისურით, როგორითაც ლაპარაკობს გიორგი უზილაური, I am chair-ის დონეზე. ლაპარაკობს ყველა, მათ შორის რუსებიც. და ეს ტიპი რატო არის მაინც და მაინც შვედი, ბრიტანელი, ამერიკელი, ავსტრალიელი, ნიდერლანდელელი, ფრანგი თუ გერმანელი, მე კარგად ვერ გამიგია. იქნება და რუსია ამასთან გაგახსენებთ, რომ ხმა შეცვლილია. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, ეს კაცი ეგრა მაგის პასუხია, დაკავებული ეს ხო თბილისში თუ საქართველოში კუხნაშია ჩაწერილი და შესაბამისად თუ მოახერხა სუსმა მამუკა მდინარაძის თავკაცობით რომ დაემონტაჟებინა რაღაც კამერა ეს მეპარება ამაში ეჭვის სიმართლე გითხრათ, მაგრამ ოკეი. თქვა და ასია, ეს ტიპი ამ ტიპის იდენტიფიცირება მოხდა თუ არა და გასკვანჩა თუ მოხდა თუ არა გიორგი უზილაურთან შედარებით ის გაცილებით სერიოზული აგენტია თუ ვინმეს აგენტი არის საერთოდ. ბრიტანელი თუა, ამერიკელი თუა, არ ვიცი, ფრანგი თუა, უნგრელი თუა, შვედი თუა, ნორვეგიელი თუ დანიელი. მისი გასკვანჩა მოხდა თუ არა. გიორგი უზილაურის ინგლისურზე ორი სიტყვა ვთქვი. კატასტროფული ინგლისური აქვს. მაგრამ ის რომ გიორგი უზილაური კატასტროფული ინგლისურით, ხოლო ის მეორე მისი დამვერბოლკები, თავარი აგენტი ეგრეთ წოდებული. ლაპარაკობს ოდნავ უკეთესი ინგლისურითაც მეთქი ასე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მისი ხმა პრინციპში არის ის. ლაპარაკობს იმასაც ლაპარაკობს, არ არის არანაირი მადასტურებელი იმისა, რომ გიორგი უზილაური მაინც და მაინც დასავლეთის რომელიმე სახელმწიფოზე მუშაობდა და არა რუსეთზე. და თუ ვინმეზე შესაძლო და თეორიულად მუშაობდა გიორგი უზილაური, ბიზინა ივანიშვილის უკვე შემდგომ პერიოდში ტროლი
იმიტომ რომ გაგახსენებთ რომ მას ჰქონდა შექმნილი ამგვარი გვერდი მიხაილ უკრაინოლოგი და მიხეილ სააკაშვილზე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ავრცელებდა 1000 სისაძაგლეს ტყუილსა და მართალს აზერილს ერთმანეთში და ფეიქ ნიუსების დიდოსტატი იყო და მისი ეგრეთ წოდებული ფრენდი ერთი ხანობა ვიღაცეები იყვნენ მე გამომიგზავნეს თუ არ ვცდებით მოგე ხვდებოდა ხოლმე მაგრამ მე რამდენადაც მახსოვს არ ყოფილა მისი მეგობარ ფრენდი Facebook-ზე მაგრამ ნუ კარგი თქვათ ვიყავი ამ მნიშვნელობა აქ მე წაშლილი მყავს ახლა არ მყავს ბუნებრივია ფრენდებში მოკლედ ეს მიხეილ უკრაინოლოგი სწორედ რუსულ ნარატივს ავრცელებდა სოციალებში აქედან გამომდინარე ფიქრი იმის თაობაზე ან ეჭვი იმის თაობაზე რომ დასავლეთის რომელიმე ქვეყანას ემუშავებოდა პრაქტიკულად ნიველირებული თუ ანულირებულია წარმოუდგენელი თუ ვინმეზე მუშაობდა, სწორედაც რომ რუსეთზე და ის კაცი მოხიხმით რომ ლაპარაკობს, ის შეიძლება სწორედაც რომ მოხიხმით ხმაშეცრილად, მოხიხმით თუ არა მოხიხმით, ინგლისურად მოლაპარაკე რუსია, ივანოვი პეტროვი თუ სიდოროვი, ანუ FSB-ს წარმოგიდგენთ. გავიხსენოთ ისიც რა სისქის კონვერტი გადასცა ტიპმა და მიღება ჩაბარების აქცე რომ მოაწერინა ხელი. ანუ ამ გამდინარაძეს გონია რომ ეს რაღაც აგენტი, რუსი, ფრანგი, იტალიელი ამიშრობა აქვს, ან ამერიკელი მიღება ჩაბარების აქცია აწერინებს ხელს მის მიერვე დავერბოლკებულ ტიპებს, რომლებიც მას ემუშავებიან ფულის გადაცემის, ან ფაილის და ფულის გადაცემის გაცვლის თაობაზე მიღება ჩაბარების აქტები დგება ელემენტარულად სუსის ნებისმიერ დაბალ ჩინოსაც, ოღონდ კვალიფიციურს. რომელსაც წლების განმავლობაში მაგალითად შევარდაძის დროს, მაგალითად სააკაშვილის დროს უმუშავია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ვკითხეთ. ვინც აღარ არის ამ უწყებაში უსაფრთხოების სამსახურებში, დაურეკეთ, ესეთები არიან ჩვენ სინამდვილეში. დაურეკეთ და ვკითხეთ, როგორ შეფუთოთ ხოლმე. იგორ გიორგაძე ხოსაშნელი ტიპია. იგორ გიორგაძესთან ხო გაქვთ ურთიერთობა, მაღალი ალბათობით. და გერეკათ და გეკითხათ რომ აი რომ ფუთავთ ამას ასე შევფუთოთ თუ არა. და იგორ გიორგაძეც კი დაქცინებდათ პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ის რარა და პროფესიონალი იყო არის. კიდეც. როგორც საშინელი ტიპია, რასაკვირველია რუსი, ქართულგვარიანი რუსი, რომელიც საქართველოს მიერთებასაც კი არ ითხოვს. რუსეთთან არამედ შეტენვას და საქართველოსთვის გრუზიას დარქმევას და გრუზია უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის ოლქი. მისეული წარმოდგენით ცხადია, ამიტომ არის ორჯონიკიძის მაგვარი. სხვების არ იყოს, სხვების ხო არიან, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებაში მყოფებიც. მოკლედ გიორგაძეც დაქცინებდა. ჩაგეძახათ რომელიმე აცგარდაცვლილი უშროების სამსახურის ყოფილი მაღალ ჩინოსანისთვის, ავთო იოსელიანი აღარ არის ცოცხალი. საფლავთა რომ ისულიყო გამოგდინარაძე და ავთო რო ეყვირა, ავთო ამოძახებდა რომ ეს რამე არ გააკეთო. ავთო იოსელიანი ასე პროფესიონალი. სხვების გახსნებაც შეიძლება ცოცხლებისა თუ გარდაცვლების მართლა ხო არ ჩასძახებდა ეხლა ეს დინარაძე, მაგრამ მეტნაკლებად კვალიფიციური ტიპების თან ურთიერთობა შეიძლება. ფულს რაც შეეხება, კონვერტით გადასცემს კი ხსოვებათ. იმ კონვერტში მაქსიმუმ მეტევა კი არა, იმდენად ხელია ეს კონვერტი, რომ მაქსიმუმ $100-იანებიც რომ ვიანგარიშოთ, $1000 სულ მაქსიმუმ. ვორდის ერთ ფაილში. გიორგი უზილაური თუ დასავლეთის აგენტი იყო, რაც არ იყო, როგორიც არ იყო. $1000-ზე მეც მოითხოვდა გარწმუნებით. სამშობლოს გაყიდვისთვის. ინფორმაციის მიცემისთვის. თუ რუსეთის აგენტი იყო, კიდევ უფრო მეც მოითხოვდა. ასე რომ ესეც ფეიქიან მანიპულაცია ერთად არის. კიდევ ის თქმა შეიძლება. კიდევ შეიძლება იმის თქმა, რომ ბიზინა ივანიშვილმა შესაძლოა ეს ყველაფერი ბიზინა ივანიშვილმა გაგვირდება და არ იცოდა. და როცა ნახავს ამ კადრებს, რაც საჯაროა. ბიზინა ივანიშვილისთვის ეს მადასტურებელი იმისა, რომ სუსმა იმუშავა არაჩვეულებრივად, სულაც არ იქნება. ბიზინა ივანიშვილმა შეიძლება მოითხოვოს სულ სხვა კადრები. უფრო მეტი მტკიცებულება უზილაურის მისი ოდესღაც საყვარელი ჟურნალისტის თუ პრესპიკერის, თანამშრომლის თაობაზე, მისი აგენტობის თაობაზე. თუ სუსი ამ შემთხვევაში გელაძე, ან სუსი და მისი ნაჩალნიკი გენერალ-ლეიტენანტი დინარაძე
სხვა კადრებს მიუცუნცულებენ ოლიგარქს, ეს იქნება კანონდარღვევა. იმიტომ რომ ოლიგარქი საბოლოო ჯამში არის ერთი იგითი მოქალაქე, რომელსაც არანაირი პრივილეგია არ აქვს, რომ ნახოს ხოლმე ისეთი კადრები, რომლებიც ისეთი დახურული მასალა, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. თუ რაც ცნობილია ჩემთვის, ის უნდა იყოს ცნობილი ოლიგარქისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ის დამფუძნებელი მამაა მინიმუმ ქართული ოცნებისა, ანუ ბანდისა და გონია კი საკუთარი თავი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელ მამად. ბიძინამ თუ ნახა კადრები, ეს კანონდარღვევა იქნება. თუ არ ნახა კადრები, ანუ არ აჩვენეს და რა უნდა აჩვენოს საბოლოო ჯამში, ამაზე მეტი მტკიცებულება რომ არსებობდეს, აქ იგითხარით რომ გამოაქვეყნეთ. თუ აჩვენეს პრობლემა, თუ არ აჩვენეს ბიძინასთვის ეს მადასტურებელი იმისა, რომ მისი საყვარელი გიორგი რა კარგი ბიჭი ხარ, გიორგი რა ლამაზი ხარ, ესე მეუბნებოდა ხოლმე ბიძინა გიორგის უზილაურს. ეს მადასტურებელი არ არის. ბიძინა შეიძლება გააჯავრდეს, რომ კი მარა რაზე იჭერთ ტიპს? რას გიდასტურებთ ეს ყველაფერი? ეს იმ შემთხვევაში თუ ბიძინამ ეს ყველაფერი არ იცოდა წინასწარ, მაგრამ არსებობს მეორე და სავსებით საფუძვლიანი ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა რასაკვირველია საქმის კურსში იყო, იმიტომ რომ ვერანაირი მდინარაძე ვერ მოკიდებდა ვერანაირ უძილაურს ხელს, უშუალო უფროსი ნაჩალნიკი, ოლიგარქი რომ არ ჩაეყენებინა საქმის კურსში. დიახ, მართლაც პრესმდივანი იყო და ასე ვერ მოკიდებდა ალბათ მაინც. მდინარაძე ხელს თუ ვინც არის ახლა, სუსის უფროსი გელაძე და გელაძის უცხება, ვერ მოკიდებდა ხელს პირს, რომელიც თავის დროზე ბიძინას შვილი და შვილობილი ხმამაღლა თქომია, მაგრამ საყვარელი თანამშრომელი, ერთ-ერთი საყვარელი თანამშრომელი იყო. ამიტომ აბასთუმნის უღრანების ბინადარს მაღალი ალბათობით სუსმა შეუთანხმა, გელაძემ შეუთანხმა, პრემიერმა კობახიძემ შესაძლოა, მდინარაძემ შეუთანხმა, რომ აჩვენ ვაპირებთ მდინარაძეს კი არა, რაგვარია ეს, უძილაურისთვის ხელის მოკიდებას. და მიიღო თანხმობა. თუმცა ბიძინა მანამდეც მოითხოვდა მტკიცებულებებს, ესეთ რა მტკიცებულებები აქვს სუს უძილაურის მიმართ და შესაძლოა დაკმაყოფილდა, მაგრამ ეს ყველაფერი ხო რაღაცა სპექტაკლის ნაწილია, აშკარად დაკმაყოფილდა მტკიცებულებებით. მაგრამ ეს ყველაფერი ხო რაღაცა სპექტაკლის ნაწილია. კერძოდ თუ რუსებს აქვს ესეთი გამოთქმა, ბეის სვაიხ ურტყის თავის შენიანებს საკუთარ მომხრებს, შენს მომხრებს. Чтоб чужие боялись, რომ სხვებს ეშინოდეთ. ახლა რასაპირებელიც ის შესაძლოა გამოვავლინეთ რა ჩვენ დასავლეთის აგენტი. ეს ამბავი უკვე ლენტ გაჭრილია. მწვანეანთებულია. ანუ სხვებსაც მივდგებით, ვისაც ფული აუღიათ, ამას ფული აუღია კონვერტით თუ კონვერტის გარეშე და ამგვარ უსაფუძვლო, ანუ უნიადაგო მტკიცებულებებს დადებენ სხვებზე. აქვე გაგახსენებთ, რომ მანამდე მათ, ასე თქვეს ყოველ შემთხვევაში, რომ დაიჭირეს პირი, რომელიც არა იმდენად რუსეთს, რამდენად სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმს ემუშავებოდა. და ახლა ამბობენ ასეთ რაღაცას, ამის დამტკიცება უნდათ ალბათ, რომ ჩვენ არავის დავინდობთ, არც რუსეთზე თუ სამხრეთ ოსეთზე მომუშავე აგენტურას, ვიღაც ტიპს ამის რაგვარიც არის, და არც ჩვენიანებს და არც დასავლეთზე მომუშავე აგენტურას. უძილაურისთვის შეტენვა დასავლეთზე მუშაობდი შენო, ეს იგივეა, რომ მე მომთხოვოთ ხვალვე, ან ნებისმიერ დროს მეტროპოლიტენ ოპერაში გამოსვლა და რომელიმე დიდი არის შესრულება. არ ვიცი, რაღაცა უნდა ვიმღერო. ან მე მომთხოვოთ, შეიძლება უკეთესი მაგალითიც არის, თვარეზე რო გაფრინდებია, რომ თვალის გარშემო რო იფრენს ახალი ექსპედიცია როცა იქნება, მაშინ იმ ეკიპაჟის წევრობა. უმალ მეტროპოლიტენში გამომივა მე. წამღერება სიმღერა, არის შესრულება და იქ ნამდვილად ვერ გავფრინდები. არა, უძილაური არ არის დასავლეთის აგენტი. მთელი მისი ან დიდი ხანი მისი ჭყალებში მოღვაწეობისა ემსახურებოდა ის მთელი ამ ხნის განმავლობაში ემსახურებოდა რუსეთს. ემსახურებოდა რა ბიძინას, როცა იყო პრესმდივანი და ბიძინასგან რო წამოვიდა და გადავიდა სადღაც სახელმწიფო უწყებაში, იქაც რუსეთს ემსახურებოდა. ხოლო ის ტიპი, ვინც ელაპარაკება ესეთი მოხიხმით და ხმა შეცვლილი რო აქვს, გაბოხებული რო აქვს, აბოხებული რო აქვს ხმა, მაღალი ალბათობით არის რუსეთის ივანოვ პეტროვი,
უბრალოდ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ახლა ატარებს ამ კომბინაციას, რუსებს ხომ ვერ და ადანაშაულებს. და ის ტიპი ივანოვ პეტროვი გაასაღეს, ესეც რუსული სპეცოპერაციაა, რომ გაასაღეს, არ ვიცი, მაიკლ სმიტად, პირობითად და დეივიდ სმიტად და ეხლა ტენიან რომ აგი ამერიკელები, ფრანგები გამიგან დასავლელები მუშაობენ აქ. დიახ, ჩვენთან მუშაობენ სპეცსახურები, არაფერი დასაბალი არ არის ამაში. მაგრამ უზილაურის ნაირ ტიპებს ისინი არ იკრავენ. დასავლეთი არც განიხილავს უზილაურის ტიპებთან ურთიერთობას, ანუ რუსებთან ურთიერთობას. ხოლო ვინც იქნება ადრე თუ კი არ გამოჭერილი ყურებით რუსეთთან თანამშრომლობაზე უფრო მსხვილ ღლავებს გულისხმობ. კი იცით თქვენ. დინარაძე არ იქნება მათ შორის პირველ ხუთეულში. მაგრამ დინარაძე პირველ 20-ეულში ნამდვილად იქნება. შალვა პაპუაშვილო, შენ არ დამისახილები ხარ ახლა, მაგრამ შენზე 2 დღე ვლაპარაკობ და ნამედანი პატივი იქნებოდა კიდევ რომ ელაპარაკო. ნახვამდის.